მოგესალმებით ძვირფასო ტელევიზორის გაქვთ ვიცი დარწმუნებული ვარ სახლში, მაგრამ ახლა YouTube-ზე მიყურებთ. დიდი ბოდიშის მოხდით, მინდა დავიწყო ყველაფერი. პირველ რიგში მინდა დავიწყო ბოდიშით. ვერ დავდე ვიდეო მართლა, რა წინა კვირას ვერ დავდე ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე მქონდა. მართლა გეუბნებით, ძალიან ბევრი, ლიტერალი ძალიან ბევრი საქმე მქონდა. ეხლა უცებ აგიხსნით, რამდენად ბევრი საქმე მქონდა. თან კაი საქმე მქონდა, ხო ვერ ანუ აი ძალიან კაი საქმე მქონდა რა. მაგალითად გუშინ დილის 10 საათზე გავედი სახელიდან, მოვედი ღამის 3-ის ნახევარზე და პირველად მაგ დროს ჭამე. ანუ ჭამა ვერ მოვასწარი, იმდენად ბევრი საქმე მქონდა და ვიმეორებ ერთხელ კიდევ იმას, რომ ძალიან კარგი რაღაცას ვაკეთებთ რა. მოდი ბარემ დავაანონსებ. არ ვიცი, ვისაც გიყვართ YouTube ლიგას, ვისაც უყურებდით, ვინც უყურებდით, მაგათთვის კიდევ უფრო მეტად გავუხარდება. მოკლედ ესე რომ ვთქვათ რა, YouTube ლიგას გადაგვაქვს, ანუ YouTube ლიგა ხო არის, რომ საქართველოს ტურნირი YouTuber-ებს შორის და ცნობილ ადამიანებს შორის. ჩვენ ახლა ვაკეთებთ საერთაშორისო მასშტაბით იგივეს, ანუ ტურნირი იქნება საერთაშორისო YouTube ლიგასავით, რომელსაც ექნება kick-off-ი, რომელმაც ძალიან ჩვენი სისხლი გააშრო, ჰამაკის სისხლი გააშრო, ძალიან ბევრი ვიშრომე, ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა. სპორტის სასახლეს ვქირავთ ერთი დღით, იქ ვშლით იქ ბალახს, ყაზახეთს აქვს მსგავსი კონცეფციის ლიგა, აზერბაიჯანს, იტალიას რა, რამე რა. და ჩამოდიან სამი ქვეყნის YouTube ნაკრებები და კეთდება პატარა ჩემპიონატი. ამ ჩემპიონატში ორი ნახევარფინალი იქნება, ერთი ფინალი, ერთ დღეშივე იქნება, იგივე 14 ივნისს იქნება, ანუ ორი ნახევარფინალი, მერე ფინალი, ფინალამდე რაღაც დრო ხონდა დავისვენოთ ფეხბურთელებმა, სამ დავისვენებთ Follow Magazine-ის ბიჭების პატარა ივენთივით იქნება ლაივი, სადაც გაერთობით, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ვისაც გიყვართ ისინი და ვისაც გიყვართ მათი შემოქმედება, მათთვისაც, სადაც პატარა ჩემპიონატები იქნება, crossbar challenge-ები, გათამაშებები, კარგი საფეხბურთო ივენთი იქნება, ვისაც YouTube უყვარს, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ვისაც რავი, რეპი უყვარს და ვისაც უბრალოდ უნდა რომ რაღაცა დაესწროს ხალხთან ერთად, შესანიშნავი ივენთი იქნება, გაიყიდება ბილეთები სპორტის სასახლეში, იაფად 10 და 20 ლარებად გაკეთდება დონაციის ლინკი და 100% თანხარად შემომაქვს დონაციის ლინკიდან და ბილეთებიდან 100% ქართული YouTube-ის სახელით წავა ქველმოქმედებაში, რა ქველმოქმედებაში მაგასაც ნახავთ კონკრეტულად, მაგაზეც გაკეთდება ცალკე ვიდეო, ოღონდ იმაზე რომ აი სად მიდის მიმართულებაზე და აი რაღაცა იმაზე რომ გული მოუკლას ვინმეს. ეს არის რაზეც ვშრომობთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა, იქ ბილეთების ყიდვა, სასტუმრო, ბალახი, რაღაცა დროში ვერ ვეტეოდით, ფული არ ყოფნი და ეხლაც არ ვარ დარწმუნებული, ეხლაც არ არის დაგალაგებული. იქ ფოტოსესია, იქ ფორმის დამზადება, ზომები, ასე შემდეგ. პაჰამაგზე დაიდება პრომო, სადაც უკეთესად ნახავთ ყველაფერს და ვაიბსაც დაიჭერთ, მაგრამ ეს უბრალოდ ის იყო, რომ აგიხსენით, რატომ ვერ დავდე ვიდეო და რატომ ვერ ვიყავი აქტიური რა. დღესაც ეხლა არის გეტყვით რა დღეა და რა რიცხვია რა. დღეს არის 31 მაისი და 10 საათია. ანუ 1 საათში არის ჩემპიონთა ლიგის ფინალი რა. ხვალაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. მოკლედ დღეს უნდა დამედო ვიდეო, დღეს უნდა გადამეღო ვიდეო რა. და ვჩქარობ, იმიტომ რომ მოვასწრო, რომ ფინალს მაინც ვუყურო რა. ძალიან გულშემატკივრობ, იმედია კვარა თასს აწევს და იმედია უკეთეს ხასიათზე გავიღვიძებთ ხვალ. ეს რაც შეეხება ჩვენს kick-offs. აუცილებლად მობრძანდით, ძალიან გამიხარდება თუ მოხვალთ, დარწმუნებული ვარ გაერთობით და რომც არ ვერ გაერთოთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან დიდ საქმის ნაწილი გახდებით რა. 14 ივნისი ჩაინიშნეთ, 14 ივნისს. იქნებიან ძალიან ყველა იქ ვიქნებით რა, მოკლედ. რახან ჩემპიონთა ლიგის ფინალი ვახსენეთ, გადავიდეთ ადამიანებზე, ფოფხაზე და ტაფსუნაზე, რომლებიც იმყოფებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, იღებენ იქ vlogs, მე გაქვს ვზივარ და ესე ვზივარ. ფოფხა არის ადამიანი, რომელთან ერთადაც აი ევროპული თავგადასავლის მაისური მაცვია რა. ეს თუ გახსოვთ ევროპული თავგადასავლის მაისური, სადაც მე რავან და ფოფხა ვიყავით. ეგ ფოფხა და ტაფსონა ხო გახსოვთ ახლა რომ პარიზში მყავდა წაყვანილი, აი ეგ ტაფსონა შერჩეული იქნა ადამიანებად, ვინც წავიდნენ და vlogs იღებენ. მე გადავიღე კი კარგად იცით. ტაჰას და ბანი რო უწერდნენ Starboy-ის ხვიჩა კვარაცხელიას. მაგის კლიპის vlog-ის გადაღება მხდა წილად, ისინი ფინალის vlogs იღებენ და აი იქ მომივიდა იდეა რომ მეთქი გავდისავ თქო რა. და გადავწყვიტე რომ გამედისა რა. და აი ხა გავდისავ და აი ხა ამ დის თქვენ იხილავთ რა. რომელსაც ახლა მე წავიკითხავ სამწუხაროდ ზეპირად არ ვიცი, იმიტომ რომ როგორც გითხარით დროა ბევრი არ მქონდა რა. წავიდა. განათება დავიჭირო, ჩამოვარდა და იმენა ხელში დავიჭირეთ და წავიდა. როგორ მიხარო და როცა პრომოს ვუკეთებდი მათ, რაც უნდათ იმ კადრს ტოვებდი, რაც არ მოსწონდათ ქათ, ჩემმა უღალატო ძმებმა გამაფრთხილეს მებათ, როცა მაფრთხილებდნენ ვარწმუნებდი გეჩვენებათ, როგორ მიღალატებს
ტიპი რომელსაც უყვარს სპორტი რომელმაც და კარგად ამერე მე ვუპოვებ პასპორტი როგორ მიღალატებს ტიპი კაცი რომელიც წერს ჩემთან ერთად საშიფრების დროს ღამესათებს რომ გავიგე მარტო მიდიან მეთქი იყო ყმანეს მაინც ცოტა გაუტყდებათ ბიჭებს მარტო რომ ტოვებენ რაინს მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ არ აქთხოთ არ მომიკვდეთ თურმე არავის მახსოვია გიხსნით რა მოხდა რომ მიხვდეთ როკის უხალატატორმა მე კომენტატორმა თან ორმა მეთქი მე რა შენ არატოლმა ბიჭო წელის გამროდება იცის რბილმა საწოლმა ძალიან არ გაგახაროთ ჯერ არ გატანილმა გოლმა დიდი ალბათობით საქმეები თავზე დაგეყრებათ ყველა ძმა კაცური გეგმა რაც გაქვთ წყალში ჩაგეყრებათ ჯერ იქ მიდით გადაიღეთ მერე სიტყვა ჩაწერეთ ბარში მიდით და თუთი ყუში ჩაიში ჩაწერეთ მერე წადით იმას შეხვდით გადაეცით ეს რაღაცა მერე ჭამეთ რამე ცუდი ძმებო ტრაქში იქ რაღაცა მაჩდე იზე 9 საათით ადრე მიდით თამაშზე იქით ეკით უჭმელები არის ფიქრო ჭამაზე მიკროფონი არ გააგდოთ იმუშავეთ მუშაკნო უმარილო სტეიკი და კოკა-კოლაც უშაქრო იმედია გაერთობით მაგრამ არა მგონია დაიხალეთ დაიკანცეთ ეს ცხოვრება ომია მე კი აქვე ლიმუზინში შამპანსკებით ვიქნები მოღალატისგან არ მომიწევს ვისმინო ლიქნები თქვენთან ვითომ ბესტულოს მირჩევნია მე სოლო ორი ღორის თავი მინდა ტრეიტორებს ვესროლო ბიჭო და იმას შევდივარ ხოლმე მუღამ შევდივარ ხოლმე ხა გავბრაზდი თავიდან კაი წარმატებები ვისურვოთ აფსანას და ფაფხას ჩემი ძმები არიან მაინც რა თქმა უნდა არაფერის უფლება არ ქონდათ იქ რო თქვეს რომ შენ და შენ მიდიხარ თუ იქ რო შპაგატში ჩამჯდარიყვნენ და რაღაცა საოცრება ორმაგი უკანა სალტოთი ტაფსონას თმა ამოსლო და ძალიან გრძელი იმდენად გრძელი რომ გადაიგდო იქ ოფისიდან და ამ თმით ამოსულიყო ფოფხა და ბასტოთ წამოვიყვანოთ რო ეთქვა აზრი არ ქონდა წარმატება უსურვოთ კვარაცხელიას ტაფსონას ფოფხას და ბუდუ ზივზივაძეც იქ იქნება და სხვათა შორის რო იცოდეთ ესეთი ხუმრობა დავწერე რო წავსულიყავ გავსვლად ვეტყოდი ბუდუს მაგრამ არ წავედი და ვერ უთხარი მაგრამ თქვენ გეტყვით ესეთი ხუმრობა არის რომ ბუდუს აქვს უფლება რომ თვითონ ბუდუა ან რო ამბობს რომ მე ვარ ბუდუ ზივზივაძე როცა მე მიმართო მას ესე რომ შენ ხარ ბუძეშ ზივზივაძე როცა მე და ტაფსონა ბუდუზე ვსაუბრობთ ეს არის ბუძეტ ზივზივაძე უკვე დაიდო სხვათა შორის პირველი ვლოგი ტაფსონას და ფოფხასი და ერთ დეტალს მივაქცია ყურადღება რომ ტაფსონას ქვედაღილი ქურთოკის ქვედაღილი რამე ბრძოლი ქვედაღილია ტაფსონას ქვედაღილი არის რომელიც აი სპაიდერმენი რო არის მატარებელს რო იჭერს აეგრე უჭირავს რომ არ შემოახსკდეს ის ქურთოკი ტაფსონას აი საღოლთმო ქვედაღილს გადავცეთ ღირსების ორდენი თუ დიმანია ბიერიძეს აქვს ღირსების ორდენი ტაფსონას ქვედაღილსაც უნდა კონდეს ღირსების ორდენი ხო და იმ დღეს უყურებდი იმას რა ქვია რაღაცა ვიდეო სკროლავდი და ეგეთი ის შემხვდა რომ თუ გახსოვთ რომ ესეთი we are the champions არის რაღაცა ისე გაკეთდა რა ანუ არიანა გრანდეა ბრიტნი სპირსი ალბათ ჯიმი ფელონია სტარები არიან რა და ერთად მღერიან ესე არის 9 არის დაყოფილი ეკრანი რა ანუ ესე არის 9 დაყოფილი ეკრანი და თითო-თითოში ყველა ერთად ცალსაკეთ გას და ერთად მღერიან we are the champions და აშერი ხო იცით აშერიც არის ერთ და ეს აშერი როგორ მღერის იცით თითქოს ანუ აი ძალიან მღერის რა ანუ we are ანუ გონია რომ შუაშია რა ანუ შუაშია მოქცეული შუა ოთხკუთხედშია და ისე მღერის თითქოს we აი უყურეს ყველას რა ხო იციან რომ აი ესე უთხრეს ალბათ კონცეფციურად რომ ესე 3 და 9 დაიყოფო ეკრანიო და ერთ-ერთში იქნებიო და ისქენიო რა ანუ ეგრე იმღერეო და ამას ეკუნა რომ შუაში ამას ეკუნა რომ შუაში იქნებოდა რა და ესე we are the champions აი და დიაგონალებზე უყურებს ანუ კომუნიკაციები ოღონდ აშერე ქვემოთ რა მარცხენა ანუ აი მესამეში აი ამაში არის ხა აი ამ კუთხეში არის და მაგიდან ქვემოთ we are არავის არ უყურებს ძალიან საცილოა ხამონათებ და უყურეთ რა ძალიან კრინჯია we are the champions we are the champions no time for losers we are the champions აი შეიძლება გასკადეთ ისეთი კრინჯია კიდე ხო ძალიან საინტერესოა ჰონი არის ესეთი კომპანია მომწერა რომ კარჩეო
Basto, fantasto. გამოგიზავნითო მაისურებსო არჩიო რა. ესეთი კომპანია არის. კომპანია რომელიც მაისურებს ბრენდავს და აკეთებსაც ალბათ რა და ისა რა ქვია აირჩიეო ერთ-ერთი გვინდა რომ გამაგიზავნთო და გაინტერესებს მოგეწონოთ არ მოგეწონოთ მეთქი მე რა ვარჩიო მეთქი სურპრიზი მე ვასწრებ სურპრიზები რა. ანუ unboxing-ის სურპრიზი ხო ეგ ახლა მე რო ავარჩევ რაღაცას რაც ვიცი როგორ და გავხსნე მეთქი ინტერესო იქნება თქო თქვენ რაც გინდათ მეთქი რომ მე რაც გინდათ და ბასტოში ქვაბო თუ გინდა ეგ დააწერეთ მეთქი რა. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, პროსტა მაინტერესებს, აი აგერ არის. არც გამიხსნია, აი აგერ არის. დიდი ხნის წინ გამომიგზავნეთ, მაგრამ ვიდეო როგორციც ვერ დავდე. არც ვიცი რა არის, შენ და აი საერთოდ არ ვიცი. ეხა ამ მომენტში გავხსნე და ვამბოქსებ და ვნახო. პირველი მაისურის ის ბრენდირება უკვე ვნახე, ძალიან მომეწონა, დიდი მადლობა, ამას აუცილებლად ხვალ ჩავიცვამ. პირველივე შანსი რომ ექნება, მოდი ეხა ვჩავიცვამ. აი ეს არის პირველი მაისური. Basto fantasto არის ამოქარგული მე პირველ რიგში ძალიან ჩემი ერთადერთი აი რაც რეკომენდაცია იყო რომ ამოქარგული ისინი ძალიან მევასება რა ნაქარგი რო არის რა ქარგული თქო უთხარი და რა ქარგულიო ქართულიო დამცინეს მეთქი ნაქარგი თქო და ნაქარგიაო ეგო მე ქარგულიც ხომ მიხდით მოკლედ ეს არის Basto fantasto წერია fantas ლოგოშია ჩასმული რა კონცეფციულად ძალიან მომწონს ფერი ძალიან მომწონს მაისურის მგონი ბევრი ანუ ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფერია იმიტომ რომ კრემის ფერფეხსაც მელებს ჯინსებს და ესეთ ფერ მაისურს ვიცვამ ხოლმე და ლამაზად გამოვიყურებ. ძალიან მომწონს, ძალიან დიდი მადლობა. აი 100% რომ გამოყენებაში იქნება და გამისწორდა ეგეთი საჩუქარია. უღრმესი მადლობა. მეორე არის შავი მაისური. და უკვე ეგეც დავინახე რა პრინტია. ძალიან მოკლედ. ძალიან მაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით რომ ვუთხარი რომ მეთქი თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ მეთქი იმიტომ რომ ესეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი მართლა რა. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. ჰონი. მოკლედ მართლა გულწრფელად ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან გაასწორა რა. მოდი ახლა კიდე გადავიდეთ ერთ რაღაცას მინდა რომ გავსინჯო. კიჩენბროს ხო იცით? კიჩენბროს ხო იცით არხი რო არის კიჩენბროს. იმებს რო აკეთებ. ყველანაირი YouTube კონტენტი რო არის. ალბათ ერთადერთი YouTube კონტენტი. ის არ არის YouTube-ზე რო იდება ყველანაირი კონტენტი, ანუ YouTube-ური კულინარიული კონტენტი. კიჩენბროსმა გამოვშვა თავისი ლუდი, რომელიც ვიდზე ისეთია რა, რომ აი რო ეთყობა რომ უნდა გემრიელი იყოს წესით. და დააგემოვნეო რა, მითხრეს და გვირჩიეო. და მე მოდი დავაგემოვნებ ვიდეოში. რატომ უნდა დავაგემოვნო ცალკე და რატომ უნდა ურჩევაგერ უყურონ ვიდეოს. რომ კითხავენ რომ როგორი იყო, მეთქი ვიდეოს უყურეთ ხო ვეტყვი. არ ვიცი, ანუ რა გავაკეთო ახლა, როგორ უნდა ვთქვა, შეხედე ცოტა ისეთი რაღაც გამოდის რა, რომ ის მაისურები გავხსენი ძალიან მომეწონა და ვაქევადიდე. ეხლა ლუდი გავხსენი ძალიან მომწონს. მართლა დედასვიცა ვარ. არ ვიცი მე. ძალიან გემრიელი ლუდი არის. აი შანსი, მოკლედ იცი როგორ გემრიელი ლუდია, რომ დარწმუნებ ვინც არ უნდა გასინჯოს, არავინ არ იტყვის რომ ანუ ყველა იტყვის რომ ძალიან გემრიელი ლუდი არის. ხინკალი მომინდა ისეთი გემრიელი ლუდი არის. მოკლედ good job. მეგობრებო, თუ გინდათ, ახლა უცებ იმ დღეს ვფიქრობდი, რომ თუ გინდათ, რომ ვიღაცას დაუძახოთ, ცუდი სიტყვა, რომელიც არის ყდან იწყება, 300 მეორე ლუარი და მესამე ე და არ გინდათ რომ ცენზურა დაარღვიოთ, გახსოვთ ეგეთი ხუმრობა რო იყო, რომ ადრე შანდალს ვარყალს ეძახდნენ, მე შანდლეს რას დაუძახებდნენ, მე ვარყლეს და ჰა იცნობდნენ. თქვენ შეგიძლიათ აი ზუსტად მაგ მოტივებზე არის დაფუძნებული ესეთი რაღაცა, რომ შეგიძლიათ ადამიანს შენ შანდლე დაუძახოთ და ცენზურას არ დაარღვევთ, ისე დაუძახებთ იმ სიტყვას. ამ დაიმახსოვრე ერთ. ვინმეს თუ გინდათ რომ ეგრე დაუძახოთ და თან არ გინდათ რომ მასწავლებელმა გაგაგდოთ კლასიდან, შენ შანდლეო უთხარით და შენ შანდლეო ესე უთხარ. შენ ჩვეულებრივი დლე. ხო, ამის თქმა ძალიან მინდოდა, ეს მე ლაიფ ჰაკები მაქვს, როგორ უნდა ვისაუბრო რაღაცა ჰაკებს გასწავლით.
ისეთი ერთი ჰაკი მაქვს ბავშვობიდან ვიცი ეგ ჰაკი და იმენა მცხვენია მაგ ჰაკის თქმა, იმიტომ რაღაცა არა ესთეტიურია, მაგრამ ერთ დღეს მოვიკრიბავ ძალას და აუცილებლად გასწავლით რა. უი, ჩემი ქორო იმდენი დრო გავიდა რომ დამავიწყდა უკვე ფეხბურთელია ტიპი ჩვეულებრივი. ქორო გიორგი ქორიძე, კორსიზი, აი მაკარონის ფეხება ტიპი, რეალურად მისცეს ტიპს, ანუ ქოროს მისცეს შანსი, ანუ იბერიამ, არ ვიცი ძმაო, რავი, საღოლო, აი ამას გავაკეთებ მთელი ცხოვრება, რომ ეგეთი გადაწყვეტე. ეხლა უყურე, კაი, გართობა მივცეთ ქოროს შანსი ისეს, რაღაცანაირად ვჯერო დასავით, მაგრამ ბიჭო, როგორი რაღაცა იცი? მე პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, აი უღრმესი მადლობა, სულ რომ მაგისგან არაფერი არ დადგეს, ვერაფერი რომ დაგეშალოთ და უკან დაგვიბრუნოთ ერთი 6 ნაწილად ქორო, მაინც მთელი ცხოვრება, მეც და თვითონ ქოროც ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით, რომ აი ეგ რაღაცა უბრალოდ პრეცედენტი შექმნით რა. ეგ როგორი რაღაცა რას ნიშნავს, იცი? ის კი არა, რომ მაგარია ქორო, მაგრამ ითამაშეთ ქოროს გამო. არა, უბრალოდ დამოკიდებულება, ეხლა წარმოგიდგენთ ეგეთი დამოკიდებულებას, როგორ ჩვენ ვაფასებთ რა იუთუბერები, ტიპები, ჯერ ისე ვართ, რომ რაღაცა აი ინდუსტრიული სამყაროს ნახევარი მოყვება ყველაფერზე, მეორე ნახევარი სერიოზულად არ აღვიქვამს. ან ეგეთი სიტუაცია არის რა და აი ეგეთი ნაბიჯი ხა თქვენაც გადადგით არც ერთ არავის არ გადაუდგამს, არც ერთ გუნდს არ გადაუდგამს და თან ეს გუნდი არ არის რა რაღაც ახალი, ანუ პირველ ადგილოსანი გუნდია, სტრიქსი არის, არაგებენ თამაშს პირველზე, ანუ 2 წელი იგებენ ევროპის ჩემპიონთა ლიგაში შეიძლება გავიდნენ, ანუ აი ყველაფერი და საღოლ. ძალიან დიდი მადლობა, მარტო მაგიტო დაიკიდეთ ვაფშე რომ იგებთ ყველაფერი, მარტო მაგიტო ვარ თქვენი თავ გადაკრული ფანი. всё, იმენა ვიჩხუბებ თქვენგან. კოჭი იბერია. საბურთალოც საბურთალოზე არა, იბერია იმენ. ოჩახ, მადლობა. არ ვიცი. ძალიან მაგარია. მე ქოროს გულშემატკივრობ, იმედია. აქ მაგის კი არის ჩხინკორა, მაგრამ აქ რა მაგის შესაძლებლობა რომ რაღაც გააკეთოს, ივარჯიშოს და ზუსტად ქოროს დებიუტი თუ შედგება და 10 წუთი თუ ითამაშებს, არ ვიცი, გამოვშტერდები რა. ვიტყვი რომ მიცხოვრია თქო ძმაო რა და ქოროსაც ბავშვობის ოცნება აუხდება დიდი ალბათობით. საღოლ მადლობა რომ ქოროს შანსი მიეცა, არ ვიცი, ჰეშტეგი დავაკეთე, არ ვაკეთე, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა რა. უღრმესი მადლობა, საღოლ. Wim Hof არის ესეთი ტიპი, რომელიც სუნთქვას ასწავლის რა. ჰოლოტროპული სუნთქვა ხო აგიგია, სხვა ტიპები რო სუნთქვა და კაიფში არიან და წრაში გადადიან, დაახლოებით მსგავსი რაღაცა, ოღონდ სახლის პრობლემებშია შესაძლებელი რა. ეხლა მე ამოვაგდებ ამ ტიპს. ზუსტად გეტყვით Facebook, YouTube-ზე რა ჩაწეროთ რა. წარმოიდგინეთ, რომ მე მომენა ცუდი დიხანია გაქ, რომ ცუდი სუნთქვა გაქო, ისა გაქო. მე ჰაერ გამოშვებელზე, აი ხორი ჩასუნთქული. ეს ხო არის ჩასუნთქვა და ჰაერი გამოშვებოდა რომ გამოუშვა ჰაერი ბოლომდე ის ბოლომდე რომ დავიცალო ფილტვები ჰაერისგან მაგის მერე 2 წუთი ნახევარი ყოფილა ესე ჰაერის ანუ ჰაეროთ რა და ეგ შესაძლებელია ეხავე შემიძლია გავაკეთო რა და თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერს ვინც ხართ არა ძმაო მე 10 წამზე ცუდად ხვდები არა იანა ეხა რასაც ეს ჩაწერეთ YouTube-ზე მაგ ტიპს აქ ჩვეულებრივ 10 წუთიანი ვიდეოა რა სუნთქავ მე იკავებ მაგ იმას გაყევით და ძალიან გაგისწორდებათ შეიძლება თქვენი ცხოვრება შეიცვალოს მართლა რა ძალიან ბევრმა იცის ესა ძალიან ბევრმა იცის მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის და მე რო არ ვიცოდი და რო გავიგე მახსოვს რამხელა mind blow იყო ჩემთვის რა აი რამხელა მაინ ჯადოსნობა, ჯადოქრობა იყო ჩემთვის გამოვშტერდი. და მინდა რომ თქვენც იცოდეთ და გაგისწორდებათ. მე დატესტეთ, დამიწერეთ კომენტარში დატესტეთ თუ არა. ზუსტად 11 წუთიანი ვიდეო არის, ბოლომდე მიყევით, რასაც ამბობს. ვერ გაიგუდებით შანსი არა, კაცი თავს ვერ დაიხრჩობს. ეხლა რომ შეიკავოთ სუნთქვა, ვერ გაიგუდებით. შეისუნთქავთ თავისით, ვერ შეძლებთ მაგას. ხო და არ შეგეშინეთ, იმენა მიაწეკით, ბოლომდე 11 წუთიანი ვიდეოა, მე 11 ბოლო ჩელენჯი რო იქნება სუნთქვის ესე ჩელენჯი 3 რაუნდად გადაყოფილ. მესამე რაუნდზე რამდენი ჰაერ გამოშვებულზე 2 წუთი გაძლებთ ჰაერის გარეშე. და თან ფეხებში აი სულ აი ჰაერში აი ესე ასული იქნებით ჰაერში რა. და ამის თქმა მინდოდა ხომ მავიწყდებოდა მოკლედ რა. და რამდენი მე მიფიქრო რამდენხელა ძალა აქვს ადამიანს. რამდენხელა ძალა აქვს. იცით რამდენია სუნთქვის შეკავების რეკორდი? ყველაზე მაგარი ანუ აი ტიპი 24 წუთი არის, როგორც მახსოვს, კი, აი ხა დავგუგლა უბრალოდ და გეტყვი რა, როგორც მახსოვს 24 წუთი იყო რა. ხო რა, 24 წუთი არის, როგორც მახსოვს 24 წუთი არის სუნთქვის ტიპი წყალქვეშ გაჩერდა 24 წუთი თავის გადაწყვეტილებით, კი არა ჩააგდეს და კლაუდინ არა თვითონ ჩაყვინთა და 24 წუთი წყალქვეშ იყო. აი რამხელა ძალა აქვს ადამიანს უბრალოდ რა ვარჯიშს რამდენი მნიშვნელობა, რაც აი გონებაც რომ რაღაცა და რაღაცებს რომ ავარჯიშებთ, ეგ არის რა მაგარი ისინი ვართ, აი მაღალი ჭერი გვაქვს რა. აი გამოწრთობადები ვართ, ეგ მაგრად მევასება რომ მაგხელა ჭერი გვაქვს. ანუ როგორი რომ არსებები ვართ, იცი, აი მაღალ რანკზე შეგვიძლია ასვლა რა. ეგ მაგარია ძალიან.
ანუ კიდევ აი ეგ ხარი ვარჯიშები რა, რაღაცას ხო ვამხეცებთ, ვასპეცებთ, ვამასტერებთ. როგორ შეგვიძლია რომ დაბამასტეროთ რაღაცა, აი რაღაცები რომ ვავარჯიშოთ, რა მაგრები შეგვიძლია გავხდეთ. ვიღაცისთვის შეიძლება ადრე, აი ეგ წყალში ჩაყვინთო მაგალითად 24 წუთის გაჩერება 200 წლის წინ ავიღოთ. შეიძლება აი რა იყო იცი, აი მართლა ჯადოქ შეიძლება ცეცხლი დაეწვათ, რომ ჯადოქარი ხარო, კაროჩე, ან ლაყუჩები სად გაქო შენი დედავატი და თავი მოიჭრათ და გამოიკულიათ და აღმოაჩენენ რომ არაფერი ლაყუჩები არა, პროსტა ნავარჯიშები ტიპი არის. რუბრიკა ბასტოს გამომწერი ვარ და ბევრად იაფად მაქვს რაღაცები ვიდრე უნდა მქონდეს. მოკლედ, დავიწყოთ აქედან. პირველ რიგში სეტანტა, ისევ დიდი მადლობა, აუღრმეს მადლობა სეტანტას, მიუხედავად იმისა, რომ არ გამიშვა ჩემპიონთა ლიგაზე, სიმართლე გითხრათ, ვერც წავიდოდი, რომც გავეშვი, იმიტომ რომ კიკოფს ვაკეთებ როგორც გითხარით და აქ მე საჭირო ვარ ძალიან და არც ვერც წავიდოდი და ამიტომ სეტანტა შეგიძლიათ პრომოკოდი, ჩემი პრომოკოდი გამოიყენოთ ბასტო ისა ბასტო დიდი ასოებით და 9 რად ისარგებლოთ ყველანაირი სპორტის ყურები, ანუ საერთოდ ყველა სპორტი ქართული გახმოვანებით, გარდა ლა ლიგისა და ლა ლიგას სხვა საქმე, როგორც იცით, პრომოკოდი ბასტო, უყურეთ სპორტს, დიდი მადლობა სეტანტას. ქართველი UFC-ის ფაითერების ფაითები მოდის, ილია თოფურიას და ჯერმი რაბდვალიშვილის და ილია თოფურიასი, სწორედ ამიტომ შეგიძლიათ ეხლა, ზუსტად ამიტომ შეგიძლიათ ეხლა 9 რად შეიძინოთ და ორივე ქართველის ფაითს უმაღლეს ხარისხში, უმაღლეს კომენტატორების კომენტირებით უყუროთ ჩვენს ფაითერებს. ბასტო ფანტასტოს გამომწერი ვარ და რაღაცეები იმაზე უფრო იაფად მაქვს ვიდრე რომ მქონდეს 2. მოკლედ ჰოტდოგრუმი ხო იცით ჰოტდოგრუმი რო არის რა. ყველაზე ცნობილი ჰოტდოგრუმი არის სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს რა. აი მანდ ვიყავი მისული და ეგეთი რაღაცა შევთავაზე რომ მეთქი ბასტო ფანტასტოს ვინც გეტყვით მეთქი 20%-იანი ფასდაკლება გავუკეთებ და პრომოუშენს გავაკეთებ. ბაზარი არ არისო. ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის მაგაში, იმიტომ რომ ვიღაცასთვის თუ შემილია რომ გამოსადეგერი ვიყო, ვიღაცასთვის თუ შემილია რომ ცხოვრება უფრო იაფი ან მარტივი გავხადო, ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ სრულად უსასყიდლოდ. ამიტომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მოგმართავთ. თქვენ მოპირდაპირე მხარეში ჰოტდოგრუმია, შეცვივდით მენიუზე არა ვონთ კოკოლებზე, აი ჰოტდოგებზე და ფრიზზე ეგეთი რაღაცებს, რაც იჭმევა რა. შებძანდით, შეცვივდით, უთხარით ბასტო ფანტასტო და 20%-იან ფასდაკლებას გაიკეთებენ 2 ივნისიდან, ანუ ხვალმინდა ეს ვიდეო დავდო 1 ივნისს და ზეგიდან, ანუ ხვალიდან 7 ივნისის ჩათვლით, ყველა ჰოტდოგრუმის იმაზეა რა, ეხლა დიღომშიც არის, ბევრგან არის. ყველა ჰოტდოგრუმის ფილიალში მიდით უთხარით ბასტო ფანტასტო 20%-იან ფასდაკლებას გაიკეთებენ. აი ესე უბრალოდ რა, უფრო იაფია, ხო? ეგ არის, ეგ ამბავი. ბასტო ფანტასტოს გამომწერი ვარ და რაღაცები უფრო იაფად მაქვს ვიდრე უნდა მქონდეს ნომერი 3. ესე იგი, ესეთი პლეირუმი გაიხსნა, ჩემმა ახლობლებმა გახსნეს ძალიან ახლო, აი უახლობლელებს, მაგრამ თითქოს აი ჩათვალეთ ჩემი არის რა. ქუჩიშვილის რა ნომერში მელიქიშვილზე რო დოდუაბაშიძის ბიუსტია, ხო იცით, ბაღი რო არის, მაგის მოპირდაპირე მხარეს არის ჩასახვევი, ვერაზე გაიხსნა პლეირუმის, ისა გაიხსნა ზავიდენია, სახელად ბაზა. აი ბაზაზე ვარ თემაში, ანუ ბაზა ხო იცი როგორ გეიმინგური სახელია. PlayStation-ები, რულები, რაღაცა კონკრეტ სტანდარტული რაღაცები, ჩაბრძანდით, პირველ ივნისიდან 7 ივნისამდე იქნება 50% ფასდაკლება, ანუ 4 რად ითამაშებთ 1 საათი 8 არის მაგივრად და მერე სულ ბასტო ფანტასტოს ეტყვი, სულ 20%-იანი ფასდაკლება გექნებათ. რატომ მინდა რომ ჩახვიდეთ, რომ მინდა რომ ფიდბექი მიცეთ რა, რაღაცა დატესტოთ, რაღაც ითამაშოთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, მინდა რომ მივეხმაროთ იმ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანად, აი ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს განვითარებაში რა. ისეთი დაწესებულება შექმნან, როგორიც თვითონ უნდათ და როგორც თქვენ გინდათ რა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობელი ვქნებით თუ შეგრძანდებით რაღაცა მაგ რესერვის გამოიყენებთ და იტყვით რომ რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რას გაუმჯობესებთ, რას შეკვეცავდით. ხო, საუბრობ ეგეთი რაღაც კომპანიებთან დავდივარ და ვეუბნები რომ მეთქი უბრალოდ თანხას არ ვითხოვ მაგაში რა, მივიდე, უთხრა რომ მეთქი მომეცი 20% ფასდაკლება და დაელოდეთ, მოკლედ რამის ყიდვა თუ გინდათ, ცოტა ხანი 1-2 კვირა დაელოდეთ, რაღაცას უეჭველი ახალი ფასდაკლებას გავაძრობ ჩემი პრომოკოდით რა. აი ზუსტად ეგ მინდა რომ ბასტო ფანტასტოს შეიძლება ბარათი გავაკეთო მე რა, ბასტო ფანტასტოს ბარათი, რომელთაც რაღაცა კონკრეტულ იმეებზე რა ქვია, ბასტო ფანტასტოს გამომწერთა ბარათი, VIP ბარათი იქნება, სადაც რაღაც კონკრეტულ რესტორნებში, მაღაზიებში, იმაში ფასდაკლება გექნებათ რა. აი მაგას ვიჩალჩებ უეჭველი. ხო თქვი რომ მეთქი, იქ რომ გახსოვთ ჯასასზე და იმაზე დანელაზე რომ თქვი რომ მეთქი, მეც გავაკეთებ რაღაცას თქო, მეც შევიტან შემწლულ თქვენ მოქმედებაში თქო. აგერ ხო შემაგწვლელი, ხო ვაკეთებ დიდივენ, სადღაც მინიმუმ 80,000 ხო შევაგროვებთ იმ დღეს. აი მინიმუმ 80,000 ხო შევაგროვებთ იმ დღეს. კიკოფის დღეს და ხო გადავერცხა და ხო ვთქვი და ხო ვასრულებ. ამასაც შევასრულებ ძმაო.
ბასტო ფანტასტოს VIP ბარად შევქმნი, რომელიღაცა სადღაც უეჭველ ვიჩალეჭებ, გავაკეთებ და ჩემი გამომწერები რო იქნებით, რაღაცნაირი იქნებათ უფრო იაფად, ვიდრე სხვებს. იმიტომ რომ ჩემი გამომწერები მაგას იმსახურებენ რა. ბაზოლდრინები არიან და ბაზოლდრინებს ხელი უნდა შევუწყოთ. OpenAI-ზე ვიყავი, ეთოუმს ჰქონდა რაღაცა ინსტალაცია, სადაც კომპიუტერი თამაშები მიდიოდა და ლაივი იყო და მან ვიყავი მეც, მათი დამსახურებით მოვხვდი მე საერთოდ თბილისის OpenAI-ზე და იქ შემხვდა ადამიანები შემხვდნენ ფოტოს ამონათებ, რომლებმაც მეთქეს რომ კაროჩო არ გვინდაო ეს თვალეზე მოჯმაო baby boo იქნებით. ვინც გინდათ იყავით ბუბუ, ვინც გინდათ იყავით baby boo, ვინც გინდათ იყავით ბაზოლდრინი. სამივენი არიან ჩემი მაგარი ადამიანები რა. და ერთ მაგოგომ ძალიან საინტერესო ისტორია მომიყვა, ისე მოგიყვებიო, ძალიან მინდა მოგიყვეო, თქვენო თამაშს ვუყურებდიო და შემცხვაო მოსვლაო. მეთქი მორჩა? კიო. და მეთქი ზუსტად ესე მოვყვები ამ ისტორიას მეთქი ჩემ შემდეგ ვიდეოში, პირობა მივეცი რომ ამ ისტორიას გამიმეორებდი სიტყვით. ძალიან დიდი მადლობა ბოდიში თუ ისეთი ვიდეო არის ეს როგორც უნდა ყოფილიყო. მართლა ფორს მაჟორ ვერ ვფიქრობ, ძალიან აი ყველაზე გადაობა გითხრათ, გადაღებები რო ქონდა 4 გადაღება ზედიზე უნდა ყოფილიყო, ანუ 4 დღეში უნდა გვიყიდა ბილეთები. სპორტის სასახლის ქირაობა, ვენდორების გაძრობა იქ ვინ რას გაყიდის, გუნდების რა ქვია ფორმების დამზადება, დაწერა ამ ფორმების, ამის გადაყანო, ყველაფერი ერთად იყო და მომავალი 4 დღე მაქვს, კაროჩე რომ უნდა გავიდე მომსახურების ზონიდან რა. და ამტკივდა კბილი. ოღონდ როგორ ამტკივდა, იცით? ეგეთი ტკივილია ნანახი, ანუ არ წარმომიდგენია, ანუ გამოვშმეთქი მესტროლეს თქო, ანუ ცუდად ვიყავ მეთქი, ამოვიღებ თქო ამ კბილს თქო რა. ანუ აი გავგიჟდი რა, ანუ გამაყუჩებელი. იმდენი გამაყუჩებელი დავლიე რომ ანუ აი ნაჭამი კალორიულად ბევრი ანუ ვეღარ ვსვავდი იმიტომ რომ კუჭის ანუ გამძღარი ვიყავი გამაყუჩებლებით და მაინც არ მიყუჩებდა და მე ვია იქიმთან 1 2 3 აი ყველგან ვიყავი საერთოდ და აღმოჩნდა რომ ორნაირი კბილის ტკივილი არსებობს თურმე რა როდესაც ანთება არის და როდესაც კარიესი შეიძლება ედებოდეს ნერვს რა და ერთ კბილზე ეგ პირველი მქონდა მეორე კბილზე მეორე ერთი აქ იყო ერთი აქ და თურმე მაგიტომ ანუ საოცრად მაგიტომ ტკივდა და 2 დღე გავათენე კბილის ტკივილის გამო პარალელურად მაგ საქმეები რომ ანუ როგორ გამოვძვერი მაგიდან არ ვიცი რა მაგიტო არ ეხა ცოტა ისეთი აღტკნებული რომ ეგ გადავლახე ძმაო დაჭრილმა ბოლო 2 წელიწადში მაგდენი საქმე არ მქონია რაც 2 დღეში 4 დღეში უნდა გამეკეთებინა მართლა და იმენა კბილზე ჩარტყმა დატრამულმა ვითამაშე სრული 90 წუთი მაგრამ იქ ვფიქრობდი რომ მეთქი ეს ხო გაივლის რა კაროჩე ეს ხო არ ვქნე მთელი ცხოვრება და გაიარა და იმედია ეხა აღმართით დაიწყება კიდე აღმართი რა უკეთესი მომენტები რა დიდი მადლობა ეს სადღეძელს ვიტყვი გისურვებთ ისეთ გარემოს ისეთ ცხოვრებას მოდით გიჩემბროს ესე დავიჭერ წინ გისურვებთ ისეთ ცხოვრებას და ისეთ ადამიანების გარემოცვაში ყოფნას და ზოგადად ისეთ გარემოებაში ყოფნას რომ თქვენს ტვინში ცუდი ფიქრი არ დაგენერირებული იყოს რა. მინდა რომ ეგეთ სამყაროში ვიცხოთ, სადაც შევეჯიბებით ერთმანეთს, ვინ უფრო კაი როჟაა რა. გაგიმარჯოთ. გისურვებთ ყველაფერს კარგს.